ქალაქ ხონში წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ტოლთა და განსახილების სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. წყლის სისტემის რეაბილიტაცია ხონის დევნილთა დასახლებაში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ბანკისა და საერთაშორისო ფონდის მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად 1200-ზე მეტი მოსახლე წყალს მუდმივ რეჟიმში მიიღებს. Projektis უპირატესობითი მხარის არჩევა ეს განხორციელდა დევნილთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ანალოგიურად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო წყლის რეაბილიტაციის საკითხის დაყენება ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც ამ ობიექტს და საერთოდ ძალიან ბევრ ობიექტს აწუხებს ეს თემა. აქ ეს პრობლემა მოიხსნა მთლიანობაში. 1300 მოსახლეს გაუმჯობესდა წყლის მოწადება, ეს 500 ოჯახზე მეტია. წყალი დღესდღეობით ამ ადამიანებს მიეწოდება 24 საათის განმავლობაში, მაშინ როცა ზუსტად 3 თვის წინ, ანუ 2 თვის წინ ამ ადამიანებს წყალი მიეწოდებოდა საათნახევრის განმავლობაში, ისიც ღამის გრაფიკით.